მოგესალმებით Redline-ის მაყურებლებო, მე ვარ ბექა პატურაშვილი ჟურნალისტი. დღეს ვაპირებ რომ გესაუბროთ EUTO ODIR-ის დასკვნასთან დაკავშირებით, საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. პატარა შესავალს გავაკეთებ. ეს დასკვნა მართალია გამოქვეყნდა 20 დეკემბერს, თუმცა ჩემი დაკვირვებით არ იყო მაინც სრულყოფილი ინფორმაცია. გაშუქდა ფრაგმენტულად და გარდა ამისა ჩვენ ნახეთ პოლიტიკოსების განცხადებები, ქართული ოცნების ლიდერები, რომლებიც მხოლოდ ესე ნაწილობრივ წარმოაჩენენ ამ დასკვნებს, მათთვის მნიშვნელოვან წინადადებებს სხვადასხვა პუნქტებიდან და ცდილობენ შექმნან იმის აღქმა საზოგადოებაში, რომ ეს არის პოზიტიური დასკვნა და ხელს აძლევს იმას, რომ მოხდეს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გარემოება, რატომაც გადავწყვიტე ამ ვიდეოს ჩაწერა, არის ის, რომ ქართული ვარიანტი უშუალოდ EUTO ODIR-ის მისიის საიტზე, სადაც გამოქვეყნდა მხოლოდ ინგლისური ვერსია, ქართული ვარიანტი ჯერჯერობით არ დევს, ეს შესაძლოა შემდგომ გამოქვეყნდეს და ამის პრაქტიკა არსებობს წინა არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ამ დროისთვის მე ჩავთვალე, რომ გარკვეული დეფიციტი არის ინფორმაციის. სწორედ ამიტომ დავუთმე გარკვეული დრო, ვთარგმნეთ სრულად ეს ტექსტი და ამოვწერე ყველა შეფასების პუნქტი და ვეცდები რომ თქვენთან ერთად ახლა ეს პუნქტები გავიარო ნაბიჯ-ნაბიჯ და თქვენ მოგცეთ იმის საშუალება რომ თავად გამოიტანოთ დასკვნები თუ რა წერია ამ შეფასების დოკუმენტში. ეს დასკვნა მოიცავს ასევე რეკომენდაციებსაც, საკმაოდ მოცულობითია მთლიანი ეს დოკუმენტი და იმის გამო რომ აქცენტი ახლა ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის გავაკეთოთ უშუალოდ შეფასების ნაწილზე და ის რეკომენდაციებიც რომელიც დაწერილია დასკვნაში, სწორედ აი ამ შეფასებებს ეყრდნობა. ამ შემთხვევაში თქვენი დრო მინდა დავუთმო, ასე ვთქვათ, მხოლოდ შეფასებით ნაწილს, რაც ძირითადი ნაწილი არის. და თავდაპირველად მოდი ვნახოთ რამდენი პუნქტია და რა შინაარსის პუნქტები არის ძირითადად 15 პუნქტი წარმოდგენილი და ჩამონათვალს გაგაცნობთ, ეს არის პოლიტიკური ფონი და კონტექსტი, სამართლებრივი ჩარჩო და საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ხმის მიცემის ტექნოლოგიები, ამომრჩეველთა უფლებები და რეგისტრაცია, ასევე არჩევნებში მონაწილე კანდიდატების უფლებები და რეგისტრაცია, საარჩევნო კამპანიები, როგორ წარმოებდა და რა ხასიათის იყო ეს კამპანიები, კამპანიების დაფინანსება, რამდენად გამართული იყო ეს პროცესი და როგორ ხდებოდა მათზე ზედამხედველობა, მედია გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და სადაც არის ასევე ძალიან მწვავე შეფასებები, ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა, როგორც საარჩევნო პროცესში, ასევე კანდიდატები რამდენად იყვნენ უმცირესობის წარმომადგენლები, საარჩევნო დავის გადაწყვეტა, რაც ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტალური საკითხი არის, როგორ ხდებოდა რეაგირება სამართლებრივი სხვადასხვა დარღვევებზე წინა საარჩევნოთ თუ უშუალოდ არჩევნების დროს, არჩევნებზე დაკვირვება, ანუ პუნქტი, რომელიც ეხება რა პირობებში და ვინ აკვირდებოდა ამ არჩევნებს და რა მანდატით. უშუალოდ არჩევნების დღე და ამ არჩევნების დღეს გამოვლენილი შეუსაბამობები, ხარვეზები და დანაშაულებრივი ფაქტები, ხმების დათვლა და შედეგები, აი ეს პროცედურაც არის აღწერილი და შემდეგ უკვე ბოლო პუნქტი არის არჩევნების შემდგომი დღე და მომდევნო პროცესების განვითარება. მოდით აღარ შევაჩერებ დიდი ხნით თქვენს ყურადღებას ამ შესავალზე და გადავიდეთ საქმეზე. პირველი პუნქტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი, რა ფონის და რა პოლიტიკური კონტექსტით გათვალისწინებით ჩატარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები ჩატარდა გამყარებული პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ეს არის ერთ-ერთი პირველი მიგნება, რაც ხდება, რომელიც გამოირჩეოდა ღრმა ანტაგონიზმის მმართველ პარტიასა და მთავრობის შორის, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ოპოზიციური პარტიების და პრეზიდენტ შორის. აქ შემდეგ უკვე არის დასახელებული მიზეზები, რატომაც შეიქმნა ეს პოლარიზებული გარემო და მოყვანილი არის მაგალითად ეს ორი სადაო კანონი 2023 და 2024 წლებში წარმოიშვა ფართომასშტაბიანი პროტესტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ მიღებულ იქნა 2024 წლის მაისში, ასევე 17 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო კანონი ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელმაც შემოიღო LGBT თემის დისკრიმინაციის ზომები. ამ კანონების მიღებამ, ეს არის ხაზგასმული, ამ კანონების მიღებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და
დამოუკიდებელი მედიის, ასევე LGBT თემის საზოგადოებრივ აღქმაზე და შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლება. შემდეგ რასაც უთმობენ ყურადღებას, ეს არის გენდერული საკითხი და მხოლოდ ამ პუნქტში არა, სხვა პუნქტებშიც გვხვდება ეს საკითხი. ქალთა წარმომადგენლობა არჩეულ თანამდებობებზე რჩება დაბალი, ხოლო ბოლო რეფორმები წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს და უარყოფითად აისახება გენდერულ წარმომადგენლობაზე პოლიტიკაში. 2024 წლის მაისში პარლამენტმა გააუქმა სავალდებულო გენდერული კვოტები და სხვა დროებითი ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას, რამაც გამოიწვია ამ არჩევნებზე ქალ კანდიდატთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება. აი ამ პუნქტში ასევე იყო მოყვანილი კონკრეტული საჯარო ღონისძიებები წინასაარჩევნო პერიოდში გამართული და იქ დათვლილი იყო ოდირის მიერ რა მონაწილეობა ჰქონდათ ქალებს, მაგალითად საჯარო გამოსვლებში რამდენი პროცენტი იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც ქალები იყვნენ სპიკერები და დასკვნის სახით ესეთი ინფორმაცია მოცემული, რომ ქალები 18 პარტიული სიიდან მხოლოდ 3 ხელმძღვანელობდნენ და შეადგენდნენ კანდიდატების 22%-ს და ქალი მხოლოდ 10 შემთხვევაში იყო ტოპ პოზიციებზე ამ საარჩევნო სიებში. შემდეგი უკვე არის სამართლებრივი ჩარჩო, გადავდივართ შემდეგ პუნქტზე და საარჩევნო სისტემა. საარჩევნო კოდექსი 20-ზე მეტჯერ შეიცვალა ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ბოლოს ეს მოხდა 2024 წლის ივნისში. გაუქმდა გენდერული კვოტები, რაზეც მანამდეც იყო საუბარი, პარლამენტის კანდიდატთა სიებში. შეიცვალა საარჩევნო ადმინისტრაციის შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესი. გაუქმდა ოპოზიციის მიერ წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და ამაზე ალბათ ზოგიერთ თქვენგანს ახსოვს ეს წინა პერიოდში საკმაოდ აქტუალური თემა იყო. ოპოზიცია ითხოვდა, რომ ცესკოს თავმჯდომარე ყოფილიყო დანიშნული ოპოზიციის რიგებიდან, თუმცა ეს ასე არ მოხდა. განმოგრძოთ, გადაიხედა ცესკოს წევრების დანიშვნის პროცედურა და გააფართოვა ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებები. მთლიანობაში საკანონმდებლო ბაზა, ეს უკვე დასკვნითი ნაწილი არის ამ პუნქტის, მთლიანობაში საკანონმდებლო ბაზა იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. აი ეს ფრაზა მოხვდა მათ შორის ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებში, როდესაც ამით ასაბუთებდნენ, რომ დასკვნა არის პოზიტიური, თუმცა მათ გამორჩათ ერთი მნიშვნელოვანი თუმცა. და ეს წინადადება სწორედ ასე გრძელდება. თუმცა ფართო პარტიული მხარდაჭერის გარეშე საკანონმდებლო ბაზის ხშირმა გადახედვამ შეარყია მისი სტაბილურობა და გააჩინა შეშფოთება პოტენციური პოლიტიკური მანიპულირების შესახებ. მეტიც, კანონი არ ითვალისწინებს ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება საარჩევნო კომისიის წევრების წარდგენას და დანიშვნას. ამომრჩეველთა და კანდიდატების უფლებამოსილებას, ყოვლის მომცველ რეგულაციებს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის თავიდან ასაცილებლად. კამპანიის დაფინანსებისა და მედიაში კამპანიის რეგულაციების გაგრძელებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის ჩარჩოს განმტკიცებას. აი ესეთი შეფასება არის. გადავიდეთ უკვე საარჩევნო ადმინისტრაციაზე. საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციების უმეტესობა შეიქმნა კანონიერ ვადებში, განცხადებების განხილვის ხანმოკლე დროის მიუხედავად, მაგრამ კანდიდატთა რაოდენობა შეზღუდული იყო, რამაც გამოიწვია მინიმალური კონკურენცია ვაკანტურ თანამდებობებზე. შემდეგ არის უკვე უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციის და საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების შესახებ და პოლიტიკური პარტიების ჩართულობაზე არის აქ აქცენტი. რამდენიმე პოლიტიკურ პარტიაში განაცხადეს, რომ უჭირდათ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დაკომპლექტება. ბევრ საოლქო და საუბნო კომისიას ჰქონდა წევრების შემადგენლობის მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის ბევრი ასეთი ცვლილება მოხდა ტრენინგების დასრულების შემდეგ. ეს ხაზგასმულია აქ ის, რომ არასაკმარისი მომზადება მოხდა, ასე ვთქვათ, და ეს ცვლილებები ხელს უწყობდა იმას, რომ საბოლოოდ ეფექტური არ ყოფილიყო კომისიის წევრების მუშაობა. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ეს მიაწერეს დაბალ ანაზღაურებას. აქ უკვე მიზეზები შემოდის საუბნო კომისიის წევრების როლების არასაკმარის გააზრებას და ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობის უხალისობას. ადმინისტრაცია ამბობდა, რომ თვითონ პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდათ ჩართულობის ხალისი. თუმცა აი აქ უკვე მეორე მხარე, პოლიტიკურმა პარტიებმა მიზეზებს შორის დაასახელეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა პარტიების მხარდამჭერების მხრიდან ზეწოლის შიში.
ანუ აქ საუბარია იმაზე მარტივად რომ ვთქვათ, რომ ადამიანებს არ ქონდათ სურვილი მონაწილეობა მიეღოთ ამ პროცესში, ჩართულიყვნენ, ყოფილიყვნენ კომისიის წევრები, იმიტომ რომ შესაძლოა ვინმესგან განიცდიდნენ ზეწოლას ან ხედავდნენ რისკს, რომ სამომავლოდ ვინმეს ამის გამო მათთვის პრობლემები შეექმნა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ტექნიკური მომზადება დროულად და ეფექტურად მოახერხა. გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით ცესკო ატარებდა რეგულარულ სხდომებს პირდაპირ ეთერებში და ოპერატიულად აქვეყნებდა გადაწყვეტილებებს და სხვა შესაბამის მასალებს ონლაინ რეჟიმში. თუმცა აქაც შემოდის თუმცა მის გადაწყვეტილების მიღებას აკლდა კოლეგიალობა. ოპოზიციის წევრები აცხადებდნენ ინფორმაციის არასაკმარისად გაზიარებისა და მარგინალიზაციის შესახებ. შედეგად ისინი ხშირად თავს იკავებდნენ სადავო საკითხებზე კენჭისყრისგან, რაც გადაწყვეტილებების უბრალო უმრავლესობით მიღებას განაპირობებდა და ეუთო ნოდირის მისია ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. ოდირის დამკვირვებლების თანამოსაუბრეთა უმეტესობას ჰქონდა ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნიკურ და ორგანიზაციულ შესაძლებლობებთან მიმართებაში, თუმცა გამოთქვა ბევრმა შეშფოთება მათ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, რადგანაც ცესკოს წევრების შერჩევის და წარდგენის პროცესზე გავლენა მმართველ პარტიას ჰქონდა. ასევე აღქმული იყო კავშირები უპარტიულ წევრებსა და მმართველ პარტიას შორის ყველა დონეზე. ანუ რა გამოდის ამით, რომ ტექნიკურად ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ ყველაფერი მეტნაკლებად იყო მოწესრიგებული, თუმცა უკვე შემოვიდა მნიშვნელოვანი პრობლემა მიკერძოებულობის, რასაც ასაბუთებენ იმით, რომ წევრების დანიშვნის მხრივ გავლენა ჰქონდა სწორედ მმართველ პარტიას. აქ ხდება ასევე შეფასება, თუ რამდენად უზრუნველყო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გარემოს შექმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და აღნიშნულია, რომ ცესკომ მოაწყო ამ მორჩეველთა საინფორმაციო კამპანიები, იყო ვიდეორგოლები, ბუკლეტები, მთელი რიგი შესაძლებლობები ამ ხრივ გამოყენებული იყო, თუმცა პრობლემა შემოდის ტექნიკურ ნაწილში, რამდენად საბოლოოდ შეიქმნა მათთვის შესაბამისი გარემო. ნათქვამია, რომ ამ ძალისხმების მიუხედავად საარჩევნო შენობების, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისების და საარჩევნო ოფისების ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემა კვლავ შენარჩუნდა. გადავიდეთ შემდეგ პუნქტზე. ეს არის უკვე ხმის მიცემის ტექნოლოგიები. თავში ახსნილი არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შემოვიდა ამ არჩევნებზე განსხვავებული იყო ეს არჩევნები მოგეხსენებათ წინა არჩევნებისგან იმით, რომ ელექტრონული ხმის მიცემის და რეგისტრაციის აპარატები დაინერგა თითქმის 90%-ში. ეს არის ახსნილი რა კომპანია იყო, როგორ უტარდებოდა აუდიტი ამ ტექნოლოგიების მუშაობას და იქაც არის გარკვეული ხარვეზები გამოთქმული, რომ აუდიტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ არჩევნების შემდეგ გავრცელდა ნაწილობრივ, რაც დაინტერესებულ მხარეებს რაღაც წუხილებს უჩენდა, თუმცა არა რაიმე განსაკუთრებულს და რაც შეეხება აქ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, ახალი ტექნოლოგიების გასაცნობად ცესკომ ჩაატარა მორჩეველთა განათლების ფართო კამპანია, აღნიშნავს ამას ეუთო ოდირი. ასევე სადემონსტრაციო ექსპერიმენტებმა აჩვენა პოტენციური რისკები ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ხარვეზები არჩევნებამდე არ გამოსწორებულა. აი აქ მე მახსენდება მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში ჩატარებული ბრიფინგი, სადაც მათ თქვეს და წერილებიც აჩვენეს მედიას. იქ იყო საუბარი, რომ როდესაც ხდებოდა აი ამ ექსპერიმენტების ჩატარება და დაუძახეს არასამთავრობო სექტორს, გამოიკვეთა, რომ ფურცელზე ხდებოდა მევნის გაჟონვა უკანა მხარეს, რაც წუხილს აჩენდა ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით. შემდეგ ამ ორგანიზაციამ მიმართა წერილით ცესკოს და მოითხოვა ამ ხარვეზის გამოსწორება, მიიღო საპასუხო წერილი, რომ ეს გამოსწორდებოდა, თუმცა ნახეთ, რომ ეს პრობლემად დარჩა უშუალოდ არჩევნების დღესაც. ოდირის დამკვირვებლების თანამოსაუბრეთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვას. ცესკომ დამატებითი ძალისხმევა მიმართა ფართოდ გავრცელებული მცდარი წარმოდგენების წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა მოწყობილობების მიერ ამომრჩეველთა ვინაობის გამჟღავნების პოტენციალს. თუმცა შეზღუდულმა გამჭვირვალობამ ხელი შეუწყო სპეკულაციას აპარატის პოტენციური ბოროტად გამოყენებისა და
დაუცველობის შესახებ. აი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, ეს ინფორმაციები, რომელიც ვრცელდებოდა, რომ შესაძლებელი იყო ამ აპარატების მეშვეობით ვინმეს დაედგინა ფარულობის საკითხი და სპეკულაციების თემა გახდა. სხვა პუნქტებშიც არის განხილული ეს ნაწილი და შევხვდებით მათ შორის როგორ ხდებოდა ამ საკითხზე კამპანიის წარმოება და ჭორების მიზანმიმართულად გავრცელება მოქალაქეთა დაშინების მიზნით, რომ მათი ფარულობა არ იქნებოდა დაცული. შემდეგი პუნქტი ეს არის უკვე ამომრჩეველთა უფლებები და რეგისტრაცია. აქ ნათქვამია, რომ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გადაემოწმებინათ თავიანთი თავის სიებში, ასევე შეეძლოთ, რომ შესაბამისი შესწორებები მოეთხოვათ. ზოგიერთმა ეჭქვეშ დააყენა გარკვეული რეგისტრაციების ლეგიტიმურობა. მოჰყავდათ შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ამომრჩეველი რეგისტრირებული იყო ერთ მისამართზე, მაგრამ უცნობი იყო რეალური მაცხოვრებლებისთვის ეს ფაქტები. არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ კენჭისყრის დღეს გარკვეული ამომრჩევლების, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლების მონაცემები არასწორად გამოიყენეს და მოითხოვა წვდომა იმ ამომრჩეველთა სიაზე, რომლებმაც გააკეთეს თავისი არჩევანი. ეს მოთხოვნაც გვახსოვს ალბათ. საბოლოოდ საარჩევნო ადმინისტრაციამ უარყო ბრალდებები და უარყო მოთხოვნად სამართლებრივი საფუძველის არარსებობის მოტივით წერია აი ამ ეუთო ოდირის საბოლოო დასკვნაში. გადავინაცვლოთ წინ და შემდეგი პუნქტი 15-დან ერთ-ერთი ეს არის კანდიდატის უფლებები და რეგისტრაცია. საერთო ჯამში CSKOM 27 პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირა კონკურსანტებად, რომლებსაც კანდიდატთა სიების წარდგენა 26 სექტემბრამდე შეეძლოთ. 6 ოქტომბრის ბოლო ვადით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა 18 პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ პირობა დადო, რომ დაიცავდა ნებაყოფლობით შიდა გენდერულ კვოტებს, აი აქაც გენდერული საკითხი შემოდის, პარლამენტის წევრობის 1184 კანდიდატიდან მხოლოდ 341 იყო ქალი, რაც არის საერთო რაოდენობის 29% და აქაც ეუთო ხაზს უსვამს, რომ ეს არის მათივე რეკომენდაციების და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა. მივადექით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს, ეს არის საარჩევნო კამპანია, როგორ მიმდინარეობდა, რა პირობებში, რა გარემოში. ოფიციალური სამდღიანი კამპანიის პერიოდი, რომელიც დაიწყო 27 აგვისტოს, ფარავდა კანდიდატების რეგისტრაციის პერიოდს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რამაც გამოიწვია დავები მედიაში უფასო საეთერო დროის გამოყოფასთან და ფინანსური ანგარიშების სხვადასხვა პერიოდთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი, რასაც პირველივე ნაწილში ხაზს უსვამენ. კანონი ითვალისწინებს კამპანიის თანაბარ პირობებს, როგორიცაა თანაბარი ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ ადგილებსა და პოსტერებზე, ანუ პოსტერების განთავსებაზე მუნიციპალურ ადგილებში, თუმცა ეს დებულებები პრაქტიკაში სრულად ვერ უზრუნველყოფდა თანაბარ ხელმისაწვდომობას, ეს არის აქ ხაზგასმული, რადგან ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ოპოზიციურ პარტიებს ამ მხრივ პრობლემები შეუქმნეს და მათ არ ჰქონდათ გამოყოფილი ადგილები თავისი პოსტერების განთავსებისთვის. შემდეგ დაფიქსირდა კამპანიაში მაღალი დონის ოფიციალური პირების მონაწილეობა. რაც ასევე არის შეუსაბამობა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხაზგასმულია, მოქმედი უფლებამოსილების არასათანადო უპირატესობის მინიჭებით და პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანებით. განვაგრძოთ, კამპანიის პერიოდში მუნიციპალური პროექტები აკრძალულია. აი ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ როგორ შეიძლება იყოს დარღვევა ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა პროგრამები დაფინანსდეს და განხორციელდეს ისე, რომ ეს აღქმული იყოს რაღაცნაირად წინასაარჩევნო პროცესის ნაწილად და სწორედ აი ამ გარემოებას უსვამს ეუთო ოდირის დასკვნა ხაზს. კამპანიის პერიოდში მუნიციპალური პროექტები აკრძალულია. კამპანიამდე რამდენიმე თვით ადრე მთავრობამ შემოიღო ფინანსური წახალისების გადაწყვეტილება სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედებები არ არღვევდა კანონს, გამოითქვა შეშფოთება ხელისუფლების ჭეშმარიტ ვალდებულებასთან დაკავშირებით აღიკვეთა ამომრჩევლებზე არასათანადო გავლენა სახელმწიფო რესურსებით. ამასთან მოყვანილია ამნისტიის ნაწილით. სექტემბერში პარლამენტმა ასევე მიიღო კანონი, რომელიც ამნისტიას ანიჭებს მსჯავრდებულთა ფართო სპექტრს, რაც ეს ჰუმანური აქტი, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ პერიოდისთვის იყო ძალიან აქტუალური პოლემიკის საგანი.
პოლიტიკურ სპექტრში და ბევრი ოპოზიციონერი ამბობდა იმას, რომ ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და არა უბრალოდ ესეთი ჰუმანური აქტი. შემდეგ, კანდიდატებს ძირითადად შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია. აი ეს არის ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენეს ბოლო საჯარო გამოსვლებში ქართული ოცნების ლიდერებმა და თქვეს, რომ ეს არის სწორედ ეს მთავარი დასაყრდენი, რომ კანდიდატებს ძირითადად შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, მაგრამ აი აქ მერე უკვე არის სიტყვა თუმცა და მთელი დიდი ჩამონათვალი, რომელზეც არაფერი არ ვთქვამთ ფაქტობრივად, ან ძალიან ზერელეთ და გადაკვირით თქვეს და ეს თუმცა და შემდეგი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. განვაგრძოთ, თუმცა ამომრჩევლების დაშინების, წახალისების და ზეწოლის მუდმივი ცნობები განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებსა და ეკონომიკურად დაუცველ ჯგუფებზე აჩენდა შეშფოთებას. ამომრჩევლებმა თავისუფლად უნდა ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები და მისცენ ხმა შიშის გარეშე. ზოგიერთმა კანდიდატებმა გამოიყენეს საზოგადოების უაღრესად გამყოფი რიტორიკა და გამოსახულება. გარდა ამისა, ძალადობით ცალკეული ინციდენტები კამპანიის დროს, ღონისძიებების შეფერხების შემთხვევები, სიტყვიერი შეურაცხყოფა და კამპანიის მასალების განადგურება, რომელიც მოხსენებული იყო როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების მიერ უარყოფითად მოქმედებდა კამპანიის ატმოსფეროზე. შემდეგ ოპოზიციური პარტიები ხშირად თავს იკავებდნენ მიემართად პოლიციისთვის. აი ეს არის ჩემი აზრით ძალიან საგულისხმო ნაწილი. ოპოზიციური პარტიები ხშირად თავს იკავებდნენ მიემართად პოლიციისთვის არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ და ეს ეხებოდა ხელისუფლების მხრიდან გამოძიების სურვილის ნაკლებობის მოტივს. ეს შემდეგ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროზეც არის საუბარი და იქაც არის ნახსენები, რომ ადამიანებს არ ქონდათ იმის мотиваცია, რომ მიემართათ პოლიციისთვის, იმიტომ რომ ქონდათ განცდა, რომ არაფერი არ იქნებოდა გამოძიებული, ამ შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე შინაარსის არის ეს ნაწილი. მმართველმა პარტიამ ღიად გამოხატა თავისი განზრახვა, შეეტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, მის პოლიტიკურ პოზიციას უწოდებდა დესტრუქციულს და გააკეთა საჯარო განცხადებები ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და შეფასება. ეს ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებში გათვალისწინებული დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს. და შემდეგ უკვე პრეზიდენტსაც აკრიტიკებენ. პრეზიდენტმა ასევე აქტიური როლი ითამაშა კამპანიაში საჯარო კონსულტაციებით ოპოზიციასთან, წინასაარჩევნო კოალიციებთან და სამთავრობო შემადგენლობებთან დაკავშირებით. პოტენციურად მოქმედებდა მისი მანდატის მიღმა, ანუ მანდატის, რომელიც გულისხმობს ნეიტრალური არბიტრის როლს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. გარდა ამისა, მმართველი პარტია აკრიტიკებდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ ოპოზიციის აქტიურ მხარდაჭერაში ადანაშაულებდა, გვეუბნება ეუთო ოდირის დასკვნა. პარტიულ პროგრამებს აკლდა ქალების მხარდამჭერი მესიჯები, ესეც კიდევ ერთხელ გენდერული საკითხი. კამპანია სოციალურ ქსელებში, აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შემოდის, სოციალური ქსელები და კამპანიის აი ამ სივრცეში წარმოება. კამპანია სოციალურ ქსელებში არ არის კონკრეტულად რეგულირებული. წინასაარჩევნო სახელმწიფო ინსტიტუტებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის პოტენციური გავლენის შესახებ. კამპანიის დროს ფაქტების შემოწმებელმა ორგანიზაციებმა განაცხადეს კოორდინირებული დეზინფორმაციის შემთხვევების შესახებ. ეს მოიცავდა სოციალურ ქსელში ანონიმურ ანგარიშებს, რომლებიც ავრცელებდნენ ყალბ ახალ ამბებს ან მანიპულირებულ შინაარს, ზოგჯერ ეს იყო სექსისტური ან ჰომოფობიურიც, რომელიც მიზნად ისახავდა წამყვანი ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციას, ასევე ცრუ განცხადებებს, რომ ხმის მიცემის ტექნოლოგიამ შეიძლება გამოავლინოს ამომრჩეველთა არჩევანი ხელისუფლების მხრიდან, აი ეს არის მნიშვნელოვანი. არ ყოფილა რაიმე მცდელობა ამ შემთხვევების აღსაკვეთად. და შემდეგ პუნქტზე გადავდივართ. კამპანიის დაფინანსება. რესურსები, რაც პარტიებმა გამოიყენეს და საკანონმდებლო ჩარჩო აი ამ რესურსების მისაღებად და განკარგვისთვის.
მართლ პარტიას მნიშვნელოვანი ფინანსური უპირატესობა ჰქონდაო, ამას თავშივე გვეუბნებიან კონკურენტებთან შედარებით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან მიიღო პოლიტიკური პარტიებისთვის გათვალისწინებული წლიური ბიუჯეტის ასიგნებების 51%. 2024 წელს მან ასევე მიიღო შემოწირულობების ყველაზე მაღალი ოდენობა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებდა სხვა კონკურენტების თანხების მოცულობას. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ შეზღუდული იყო კამპანიის ბიუჯეტი და შემოწირულობებიც, რაც მათ მიაწერეს ნაწილობრივ ელექტორატის ეკონომიკურ გაჭირვებას და ასევე მეორეს მხრივ მიაწერეს ხელისუფლების მხრიდან შემომწირველებზე ზეწოლას. კანდიდატებიდან კამპანიისთვის ყველაზე მეტი თანხები დახარჯეს ქართულ ოცნებაში, 23.4 მილიონი ლარია. და მეორე ადგილზე იყო ხარჯებით პარტია ახალი 10 მილიონი ლარით. 2023 წლიდან პარტიებისა და კამპანიის ფინანსური ზედამხედველობა, მივდივართ უკვე ფინანსურ ზედამხედველობაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცა. და შემდეგ უკვე მოდის აქ შენიშვნები, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს. მისი ხელმძღვანელი ინიშნება პრემიერ-მინისტრის მიერ 6 წლის ვადით. იმ პროცედურით, რომელიც სრულად არ უზრუნველყოფს დაწესებულების დამოუკიდებლობას და არ იცავს მას პოტენციური პოლიტიკური გავლენისგან. ზედამხედველობის აღნიშნულ სამსახურს არ დაუწესებია სანქციები საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დარღვევისთვის არჩევნების დღემდე, საჭირო ფინანსური შემოწმების სირთულის მოტივით. არ აწესებდა სანქციებს, იმიტომ რომ სირთულე იყო შემოწმება ესეთი მოტივით. ამან შეიძლება დასკვნა არის, ამან შეიძლება არჩევნებამდე მოუგვარებელი დატოვა ისეთი საკითხები, როგორიცაა შემოწირულობის ლიმიტის გვერდის ავლა და კამპანიის ხარჯების არასრულფასოვნება. საერთო ჯამში შეზღუდულმა ფაქტობრივმა ზედამხედველობამ ხელი არ შეუწყო კამპანიის დაფინანსების ეფექტურობას და კიდევ ერთი აბზაცი დაფინანსებაზე სამართლებრივი დებულებების შერჩევითმა და არათანმიმდევრულმა გამოყენებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის შესახებ. უფრო მეტიც, დაფინანსების ზედამხედველობის გამჭვირვალობა და ეფექტურობა კიდევ უფრო შეზღუდული იყო საკანონმდებლო ხარვეზებით, მონაცემების შეზღუდული გამჭვირვალობით და აუდიტის პროცესებში პროცედურული ბუნდოვანებით. მივადექით მედია გარემოს. აქვე გეტყვით, რომ მედია გარემოს ნაწილში მოცემული არის ჩატარებული კვლევაც, რომელიც მოიცავს გარკვეულ პერიოდს 18 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდს. არ შევჩერდები ამის დეტალებზე, უბრალოდ გეტყვით, რომ ძირითადი მიგნება რა იყო. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ოპოზიციურად განწყობილი არხები ძირითადად ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდნენ ქართულ ოცნებას და ხელისუფლებასთან დაახლოებული არხები ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდნენ ოპოზიციას. ეს ციფრები აი ამ კვლევაში დაახლოებით 90 და მეტი პროცენტით არის მოცემული და განვაგრძობთ სხვა ნაწილით, რაც ეხება მედიის მიმოხილვას. მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანიაო, ამბობენ, მაგრამ ძალზედ პოლარიზებული აძლიერებს უფრო ფართო პოლიტიკურ ძალაუფლების სტრუქტურებს, მედია საშუალებები მოქმედებენ ფინანსურად რთულ გარემოში. არასაკმარისი სარეკლამო ბაზრით და დიდწილად არიან დამოკიდებული პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებზე, რაც ეწინა აღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ აჭარის ტელევიზიას და რადიოს ყავთ შეზღუდული აუდიტორია, ხოლო კომერციული ტელევიზია კვლავ რჩება პოლიტიკური ინფორმაციის მთავარ წყაროდ. მცირე ძირითადად ინტერნეტზე დაფუძნებული საშუალებები, რომლებიც როგორც წესი ითვლება უფრო დამოუკიდებელ მედიად, დამოკიდებულნი არიან საერთაშორისო გრანტებზე და შესაბამისად მათ მუშაობაზე პოტენციურად იმოქმედებს კანონით ცხორი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ესაც აღქმული არის მედიის შემზღუდავ გარემოებად. ჟურნალისტების უსაფრთხოება რჩება მთავარ პრობლემად მიმდინარე რამდენიმე ბოლო თავდასხმის, დაშინების და ზეწოლის შემთხვევების გამო, მათ შორის არჩევნების დღეს.
ცილისწამების წინააღმდეგ სამართლებრივი გარანტიების მიუხედავად ჟურნალისტების მიმართ საჯარო მოხელეების მიერ ბოლოდროინდელი ცილისწამების შემცველი პრეტენზიები ძირს უთხრის საგამოძიებო ჟურნალისტიკას და კიდევ უფრო ართულებს ფინანსურად მყიფე მედია გარემოს. კანონი ავალდებულებს მაყურებლების უმეტესობას, მათ შორის მაუწყებლების უმეტესობას, მათ შორის კომერციულს, რომ უზრუნველყონ კანდიდატების უფასო საეთერო დროის მნიშვნელოვანი რაოდენობა ოპოზიციურ პარტიებს მედიაში კამპანიის ჩატარების შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ. მთავრობა ინარჩუნებს გავლენას კომუნიკაციების კომისიაზე. აი, კიდევ შემდეგი საკითხი, რომელიც უკავშირდება მედია გარემოს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. მისი წევრების დანიშვნის პროცედურაზეც ინარჩუნებს გავლენას, რაც არ უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას. კანონის თანახმად მაუწყებლები პასუხისმგებლები არიან პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე. ქართული ოცნების საჩივრების შემდეგ სამი ტელეკომპანია არაერთხელ დაჯარიმდა ამ პარტიის კონკრეტული რეკლამების გაშვებაზე უარის თქმის გამო, რომელიც მათი დასაბუთებით არღვევდა კანონს, მათ შორის სიძულვილის ენის შესახებ დებულებებს. ამის შემდეგ მონიტორინგის ქვეშ მყოფმა ორმა სამთავრობო ტელევიზიამ 11 ოქტომბერს შეწყვიტა ოპოზიციური პარტიების ნებისმიერი კამპანიის რეკლამის გაშვება. მთავრობასთან დაკავშირებული მაუწყებლები დაჯარიმდნენ, თუმცა კანონი არ ითვალისწინებდა დაჩქარებულ პროცედურებს. დარღვევები არ გამოსწორებულა, ეს ძირს უთხრიდა ყველა კანდიდატის კამპანიის ჩატარების თანაბარ შესაძლებლობას, აღნიშნული არის დასკვნაში. სხვათა შორის აი ამ საკითხის შეფასებისას რომელიღაც სპიკერი თუ არ ვცდები შალვა პაპუაშვილი იყო, ამბობდა რომ აი მადლობა რომ აღნიშნეთ რომ ჩვენი რეკლამა არ გაუშვესო, თუმცა არაფერი არ უთქვამს მეორე ნაწილზე რომ 11 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების რეკლამების გაშვებაც შეწყდა, თუმცა ამაზე არ ყოფილა რეაგირება და ეს დარღვევები არ გამოსწორებულა, როგორც აი ამ დასკვნაში ვკითხულობთ. საერთო ჯამში დასკვნა მედიასთან დაკავშირებით კომერციული მედია საშუალებები გამოყენებული იყო პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რაც ძირს უთხრის დამოუკიდებელი ახალი ამბების წარმოებას და აძლიერებს გამყოფ პოლიტიკურ რიტორიკას, პარტიული პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობამ და მაღალი რანგის პოლიტიკური აქტორებისა და გამოჩენილი პარტიების დებატებზე უარის თქმამ ხელი არ შეუწყო ამ მრჩევლების შესაძლებლობას გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. შემდეგი პუნქტი ეს უკვე არის ეროვნული უმცირესობები, ეს პატარა პუნქტი არის და უცებ გავივლით. ეროვნული უმცირესობები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ესეთი შეფასებაა. ამ არჩევნებში კანდიდატთა მხოლოდ 5% იყო უმცირესობების თემებიდან და ცოტას ეკავა ხელსაყრელი პოზიციები კანდიდატთა სიებში. წინასაარჩევნო ღონისძიებები, რომელიც სპეციალურად ამ თემებზე იყო მიმართული, შუქდებოდა მინიმალურად. სულ მცირე ერთ შემთხვევაში ეთნიკურ უმცირესობათა სავარაუდო კუთვნილება გამოყენებული იყო დამამცირებელ ბრალდებად. ცესკომ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ამომრჩეველთა განათლებისა და საჯარო მასალების, მათ შორის ბიულეტინების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებისთვის, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა იმ რაიონებში, სადაც მნიშვნელოვანი ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ, უმთავრესად გაიარეს ტრენინგები ქართულ ენაზე, რაც აი მათ ეფექტურ შემდეგ მოქმედებას ვერ შეუწყობდა ხელს, არ იყო ტრენინგების მათთვის ეროვნულ მშობლიურ ენაზე ჩატარების შესაძლებლობა. ასევე ელექტრონული ხმისმიცემის ტექნოლოგიების ინტერფეისი, იქ ქართულად იყო მხოლოდ წარწერები, ალბათ გემახსოვრებათ, ინტერფეისი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ქართულ ენაზე, რაც ზღუდავდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ამომრჩევლების უნარს სრულად გაეგოთ და ეფექტურად ემართათ ეს მოწყობილობები. მივადექით შემდეგ პუნქტს, ეს არის საარჩევნო დავის გადაწყვეტა. საარჩევნო დავების განხილვის ვადები უმეტესად ხანგრძლივიაო, თავში გვეუბნებიან და ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო დარღვევების აღმოსაფხრელად დროულ და ეფექტურ პროცესს. სააპელაციო სასამართლოში პროცედურები არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაჩქარებულ გადაწყვეტას, რის გამოც ზოგიერთი საჩივარი არჩევნებამდე საერთოდ გადაუჭრელი დარჩა. საჩივრების უმეტესობა განხილული იყო ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მიერ და არა კომისიების სრული შემადგენლობით, რამაც შეასუსტა მათი როგორც კოლეგიური ორგანოს სტატუსი და უარყოფითად აისახა გამჭვირვალობაზე. აქ არის ნახსენები, რომ არჩევნების დღემდე 231 საჩივრიდან მხოლოდ 25 ანუ 11% იყო შესული საარჩევნო ადმინისტრაციაში. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, ახლა კონტრასტი იქნება, აქ ძალიან საინტერესო, რა მოხდა კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის და ცესკოს საჩივრების შემთხვევაში და რა სხვა აქტორების საჩივრების შემთხვევაში.
ესე იგი, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ აღძრეს სამართალწარმოება 50-მდე ადმინისტრაციულ დარღვევაზე, ყველა ასეთი შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. ღია სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 50-ზე მეტი საარჩევნო დავა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა 27 საჩივარი და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხოლოდ 2 მათგანი. ანუ ისიც ნაწილობრივ დააკმაყოფილდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 31 ინციდენტზე 25 ოქტომბრის მდგომარეობით არჩევნების წინა დღემდე, არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობასა და ქონების დაზიანებებთან დაკავშირებით. თუმცა ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. შემდეგ უკვე სანდოობის საკითხი შემოდის, რაც მე მანამდეც ვახსენე. მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ნდობა სამართალდამცავი ორგანოების საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს მიმართ პოლიტიკურად მგრძნობიერე საკითხების ეფექტურად და მიუკერძოებლად განხილვის მხრივ დაბალი რჩებოდა. ამ საკითხების გადაწყვეტის გახანგრძლივება და დაზარალებული მხარეების შეზღუდული ინფორმირება, ეს გარემოება ზოგიერთ დაზარალებულს აფერხებდა, რომ საჩივარი შეეტანა ან შეტყობინება გაეკეთებინა. კანონის არათანმიმდევრულმა გამოყენებამ და გამჭვირვალობის ნაკლებობამ ერთობლივად შეარყია ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება, რაც წინააღმდეგობაშია ეუთოს ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. უახლოვდებით ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის უკვე არჩევნების დაკვირვება, შემდეგ უკვე მოდის უშუალოდ არჩევნების დღეს რა ხდებოდა, დავიწყოთ არჩევნების დაკვირვებით, მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო ველი ენერგიული იყო, ბევრმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მასტიგმატიზებელ ზეგავლენას ახდენდა არჩევნების დაწყებამდე და მის დროს. ეს პოტენციურ სანქციებთან ერთად აფერხებდა მათ შესაძლებლობას ემოქმედათ არასათანადო ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში. ზოგიერთი ორგანიზაცია ასევე იყო დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე ხელისუფლების მხრიდან და მმართველი პარტიის მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ნდობის შელახვას მათი სანდოობის მიმართ. არჩევნების დღეს რამდენიმე დამკვირვებელმა ჯგუფმა დააფიქსირა მათი წარმომადგენლების დაშინებისა და საარჩევნო პერსონალის მიერ მათ მუშაობაში ჩარევის შემთხვევები. ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ განაგრძო თავისი ფილიალების რეგისტრაცია მოქალაქეთა სადამკვირვებლო ჯგუფების მეშვეობით, რათა გაზრდილიყო მათი ყოფნა საარჩევნო უბნებზე. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებმა მიუთითა, რომ ასეთი პირები ხშირად ერეოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის ოპერაციებში, სამუშაო პროცესში და მონაწილეობდნენ ამომრჩევლების თვალყურის დევნებაში. ხშირად მმართველი პარტიის სახელით ხდებოდა ეს ყველაფერი. ამან ზოგიერთ შემთხვევაში ხელი შეუწყო ამომრჩევლის დაშინების ატმოსფეროს შექმნას, ნათქვამი არის ანგარიში. პარტიულ და უპარტიო დაკვირვებას შორის, ეს უკვე არის ერთგვარი შემაჯამებელი ფრაზა, პარტიულ და უპარტიო დაკვირვებას შორის მკაფიო გამიჯნის შესანარჩუნებლად დამკვირვებლის სტატუსი არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მიერ. წავედით არჩევნების დღეზე. ნახოთ, როგორ შეაფასა ეუთო ოდირმა უშუალოდ არჩევნების დღე გახსნიდან, საარჩევნო უბნების გახსნიდან მის დახურვამდე. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად არჩევნების დღე ძირითადად მოწესრიგებული იყო, პროცედურულად იგი გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი ამომრჩევლებზე ზეწოლის ფართო მასშტაბიანი გამოვლინებების გამო. მათ შორის ამომრჩეველზე ზეწოლის განცდა, ამომრჩევლის თვალყურის დევნება ძირითადად მმართველი პარტიის სტრუქტურებისა და ფილიალების მიერ მრავალ საარჩევნო უბნებზე გადატვირთულობა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. გარდა ამისა, მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა და დაშინების რამდენიმე ინციდენტი. საარჩევნო უბნებზე წოდომა შშმ პირებს ამომრჩევლებს მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნიდაო, აქაც მეორდებიან შშმ პირებზე, რადგან საარჩევნო უბნების დაახლოებით 65%-ში რთული იყო ეტლით მოსარგებლეებისთვის გადაადგილება, ხოლო 38%-ს ჰქონდა
არასათანადო ინტერიერი. საარჩევნო უბნების უმეტესობა დროულად გაიხსნა, მხოლოდ რამდენიმე დაგვიანება დაფიქსირდა ორგანიზაციული საკითხების გამო. გახსნის დროს უარყოფითი შეფასებები უპირველეს ყოვლისა უკავშირდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ პროცედურების არასაკმარისწოდნას ან არაუფლებამოსილი პირების, მათ შორის კანდიდატების წარმომადგენლების და მოქალაქე დამკვირვებლების არსებობას ამ სივრცეში, რომლებიც ეხმარებოდნენ გახსნისთვის მომზადებაში. საინტერესოა ეს ხალხი რატო იყო იქ. ამაზე სხვა კითხვებიც დაისვა უშუალოდ არჩევნების პერიოდში. უმეტეს შემთხვევებში ხმის მიცემა შეფასდა როგორც პროცედურულად კარგად ორგანიზებული, თუმცა დაკვირვებულთა 6%-ში, რაც მნიშვნელოვანი რიცხვია, პროცესი შეფასდა უარყოფითად, ძირითადად ამომრჩეველთა ზეწოლის და დაშინების ნიშნების გამო, რასაც ზოგჯერ თან ახლავს დაძაბულობა, არეულობა და გადატვირთულობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონს არ ეწინააღმდეგებოდა, პარტიის წარმომადგენლებმა, ძირითადად ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, უმეტეს უბნებზე კენჭისყრის პროცესი ვიდეო კამერებით გადაიღეს. როგორც დაფიქსირდა, ამან დამაშინებელი ეფექტი მოახდინა, რადგან კამერები ხშირად მიმართული იყო ელექტრონულ აპარატებზე ან საარჩევნო კაბინებზე, რაც პოტენციურად აყენებდა კომპრომატირების და ხმის ფარულობის საკითხს. აი ამაზე ყობახიძე ამბობდა, თუ არ ვცდები გუშინ, რომ ეს ოპოზიცია მოითხოვაო ვიდეო გადაღება და ამაშიო საერთოდ პრობლემას რატო ხედავთო, მაგრამ მას არაფერი არ უთქვამს იმაზე, აი იმ გარემოებაზე, რაც აქ არის აღნიშნული, რომ ეს ვიდეო კამერები მიმართული იყო საარჩევნო კაბინებისკენ და განთავსებული იყო ისე, რომ ფარულობის საკითხი დგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ და ადამიანებს უჩნდებოდათ განცდა, რომ მათ გაკეთებულ არჩევნებს ვიდეო კამერებით აკვირდებოდნენ და ამას მათთვის შესაძლოა მოეტანა სხვა შედეგები უკვე შემდგომ, როდესაც მათთვის ალბათ ნაცნობი ხალხი ამ ყველაფერს ნახავდა და გამოიყენებდა ზეწოლის მექანიზმად. უცნობი პირები აკვირდებოდნენ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნის გარეთ. 10%-ში ხდებოდა ეს ამბავი ეუთოს დაკვირვებით, ხშირად აკრძალულ 100 მეტრის პერიმეტრზეც კი. პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებში ასევე აკვირდებოდნენ ამომრჩევლის ქცევას 7%-ში. ამომრჩეველთა დაშინების ეს ფართო აღქმა ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს. აი აქ არის ნახსენები 10% და 7%, მანამდე იყო 6% ნახსენები კიდევ, ესაც ქართული ოცნების ლიდერებმა ძალიან ესე აღნიშნეს, რომ მხოლოდ 7 და 5 და 6%-ში იყო და ხო, თუმცა აქ არის ხაზგასმული, რომ ეს მაჩვენებელი იმ უბნებზე, სადაც ეუთოს დამკვირვებლები შედიოდნენ და აი ამ პროცენტში ხდებოდა ესეთი დარღვევები, არის საკმაოდ დიდი რიცხვი და არ არის ეს უმნიშვნელო მაჩვენებელი. 154-მა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განაცხადა ჯგუფური ან ოჯახური ხმის მიცემის შესახებ საარჩევნო უბნების 4%-ში, ასევე დამკვირვებლებმა მიიღეს სანდო ინფორმაცია ხმების მოსყიდვის შესახებ წერენ. ხმის საიდუმლოებასთან დაკავშირებული პოტენციური დარღვევები დაფიქსირდა დაკვირვების 24%-ში, იმის გამო, თუ როგორ ხდებოდა ბიულეტინების საარჩევნო ყუთებში განთავსება, აქ 24%-ზეა საუბარი, 12%-ში იმის გამო, თუ როგორ აღნიშნავდნენ მათ ბიულეტინებს და 7%-ში საარჩევნო უბნების არაადეკვატური განლაგების გამო. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა გამოავლინეს ამ დარღვევების ხელშემწყობი რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, კანდიდატების წარმომადგენლების ან დამკვირვებლების საარჩევნო ყუთების სიახლოვეს ყოფნა, ან საარჩევნო ყუთებთან ყოფნა, უბნებთან ყოფნა 16%-ში. გადატვირთულობა 16%-ში, ყდის ან კონვერტების არასათანადო გამოყენება 9%-ში, მარკერის სითხის გაჟონვა ბიულეტინზე 6%-ში, ასევე ვიდეო გადაღება, რომელსაც შეუძლია ამომრჩეველთა არჩევანის გამჟღავნება, ამ საკითხებს დაემატა ჭორები იმის შესახებ, აი ეს ჭორები კიდევ ერთხელ გვხვდება, რაც განცდას აჩენდა, ამ საკითხებს დაემატა ჭორები იმის შესახებ, რომ ელექტრონული აპარატები შეიძლება გამოეყენებინათ ამომრჩეველთა არჩევანის თვალყურის დევნებისთვის. ამ ყველაფერმა ბევრ ამომრჩეველში ხელი შეუწყო აღქმას, რომ მათი ხმის
ფარულობა დაირღვა. დამატებითი სერიოზული პროცედურული შეუსაბამობები უკავშირდებოდა მარკირების პროცედურებს, აი აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა შემოდის, 7%-ში არ ხდებოდა სათანადოდ შემოწმება იყო თუ არა მანამდე მარკირებული ესა თუ ის ამომრჩეველი, 4%-ში კი არ ხდებოდა მარკირება. ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მოწყობილობები ხანდახან ვერ კითხულობდნენ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობებს, რაც მოითხოვდა მონაცემების ხელით შეყვანას, რაც ასევე აუცილებელი იყო ამომრჩევლებისთვის პასპორტის გამოყენებით, რაც ამ პროცესს მიდრეკილს ხდის ადამიანური შეცდომისკენ და პოტენციური არასათანადო გამოყენებისკენ. რამდენიმე დამკვირვებელი ორგანიზაცია იტყობინებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ამომრჩეველთა გადამოწმების დროს დაბრკოლების შესახებ და გამოითქვა შეშფოთება, რომ განლაგება მნიშვნელოვნად აფერხებდა დაკვირვებას. კერძოდ განლაგებული იყო იმგვარად, რომ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ცხრილები ხშირად ვერ ხვდებოდა დამკვირვებლის მკაფიო ხედვის არეალში. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ამაზე მედიაშიც ხშირად იყო საუბარი, მე თვითონაც ვაკვირდებოდი ერთ-ერთ მარნეულში ვიყავი არჩევნებზე და იქ იყო ძალიან ხშირი შენიშვნა ამასთან დაკავშირებით, რომ ეს მაგიდები, სადაც ცხრილები იყო განლაგებული, იყო კედლებთან ახლოს ძალიან განთავსებული, ისე რომ როდესაც რეგისტრატორი იჯდა, მის უკან არ ქონოდათ დამკვირვებლებს დადგომის საშუალება, რომ გადაემოწმებინათ ფიზიკურად რა ხდებოდა აი ამ ცხრილებში. ეს ისე იყო განლაგებული, რომ თვალთა ხედვას ზღუდავდა დამკვირვებლების და სწორედ აი ამაზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. ელექტრონული მოწყობილობები სრულად ფუნქციონირებდა 99 და 98%-ში. ანუ აქ ცალსახად არის ნათქვამი და სხვა პუნქტებშიც შეგვხვდა, რომ კითხვები ყველაზე ნაკლებად მოდის ელექტრონული აპარატების გამართულობის და მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით, ან ადმინისტრაციის გამართულობის თვალსაზრისით, აქ სხვა მანიპულაციებზე არის ძირითადად აქცენტი გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საუბნო საარჩევნო კომისია იცნობდა მოწყობილობების მართვას, 9%-ში ყველა ამომრჩეველს არ მიუღია ადეკვატური ინსტრუქციები მარკირებისა და კენჭისყრის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ბათილი ბიულეტინების შესამცირებლად და ხმის ფარულობის უზრუნველსაყოფად. ანუ ეს ნიშნავს, რომ მარტივად როცა შეიძლებოდა რომ შესვლის დროს მიეცათ მათთვის ინსტრუქციები რა უნდა გაეკეთებინათ, ამას არ აკეთებდნენ შესაბამისად და მე თვითონაც არაერთი ფაქტი ვნახე ასეთი და ალბათ ბევრმა დამკვირვებელმა და მედიის წარმომადგენელმა, როდესაც ეს კომისიის წევრები და დამკვირვებლები, უпростоრად კომისიის წევრები ამომრჩეველს მიყვებოდნენ ფაქტობრივად ამ ხმის ჩაცურების, ბიულეტინის ჩაცურების მომენტამდე, იმიტომ რომ ყველა ნაბიჯზე გზადაგზა აძლევდნენ ამ რეკომენდაციებს და მათ ნაცვლადაც ბიულეტინს კონვერტებში ათავსებდნენ ხოლმე და ეს კადრებშიც მოხდა არაერთი მედია საშუალებების. საარჩევნო უბნების 54%-ში, რომლებიც იყენებდნენ მოწყობილობებს, ზოგიერთმა ამომრჩეველმა ბოლომდე არ იცოდა როგორ მიეცა ხმა. პარტიების წარმომადგენლები პროცესს ესწრებოდნენ საარჩევნო უბნების 97%-ზე, ხოლო მოქალაქე დამკვირვებლები 99%-ზე, რაც ხელს უწყობს გამჭვირვალობასო ნათქვამია, თუმცა საერთაშორისო მისიის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ შემთხვევების 28%-ში დამკვირვებლად აკრედიტირებული პირები მოქმედებდნენ კანდიდატების სახელით, რაც ძირს უთხრის მათ დამკვირვებლის როლს. დაკვირვებების 7%-ში არაორგანიზებული პირები, არაავტორიზებული პირები, უпростоრად ძირითადად კანდიდატების წარმომადგენლები და მოქალაქე დამკვირვებლები ერეოდნენ ამომრჩეველთა გადამოწმებაში, აძლევდნენ მითითებებს ამომრჩევლებს ან ეხმარებოდნენ ბიულეტინების დამუშავებაში. მოქალაქე დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის და მუქარის შემთხვევები, ზოგიერთ შემთხვევაში მათ უზღუდავდნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანას, ან შენიშვნების ჩაწერას შენიშვნების ჩაწერის უფლებას უზღუდავდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნებში და ცალკეულ შემთხვევებში იყო ასეთი ფაქტებიც, რომ გააძევეს საარჩევნო უბნებიდანაც საერთოდ. მივადექით ბოლო პუნქტს, ეს არის უკვე ხმების დათვლა და შედეგები. აღწერილია ეს პროცესიც, საარჩევნო უბნები ძირითადად დროულად დაიხურაო გვეუბნებიან, წინასწარი შედეგები დადგინდა საარჩევნო უბნებზე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით, ხოლო ოფიციალური შედეგები ეყრდნობოდა სავალდებულო ხელით გადათვლის
გადათვლას ყველა საარჩევნო უბანზე. გამოვლენილი ხარვეზები მოიცავდა 50 შემთხვევაში დადგენილი წესის შეუსრულებლობას, 40 შემთხვევაში გამოუყენებელი ბიულეტენების ბათილობის უგულებელყოფას და 67 შემთხვევაში პროცედურების მიხედვით დათვლის დაწყებამდე საარჩევნო მასალების შეუფუთაობას. 28 შემთხვევაში თითოეულ ბიულეტენზე არჩევანი ხმამაღლა არ გამოუცხადებია დათვლის დროს. არჩევნების ღამეს საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეცათ მანდატი გადაემოწმებინათ საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ოქმების სისწორე და საჭიროების შემთხვევაში ჩაეტარებინათ ხელახალი დათვლა შეუსაბამობების გამოსასწორებლად. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დაკვირვებული 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო მასალების დამუშავება დადებითად შეფასდა, 9 შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიებმა თანმიმდევრულად ვერ გადაამოწმეს ოქმები, ხოლო 5 საოლქო საარჩევნო კომისიამ საერთოდ არ ჩაატარა ეს პროცედურა, გვეუბნება ოდირის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ უბნის შედეგები და ოქმების ასლები ოპერატიულად აიტვირთა CSKO-ს ვებ-გვერდზე, სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორიცაა მაგალითად ამომრჩეველთა აქტივობა თითო უბანზე და არასწორი ხმების რაოდენობა არ გამოქვეყნებულა მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ფორმატში. წინასწარი შედეგების შეჯამება ჩატარდა CSKO-ში პარტიების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების გარეშე. საოლქო საარჩევნო კომისიის უმეტესობამ რამდენიმე დღის შემდეგ ჩაატარა კანონით საჭირო ოლქის დონეზე შეჯამება, რამაც შეამცირა გამჭვირვალობა და ბოლოს კენჭისყრის დახურვის შემდეგ CSKO-მ გამოაქვეყნა ნაწილობრივი შედეგები, მონაცემები ელექტრონულად მიიღო უბნებიდან და 21 საათსა და 45 წუთზე ამ უბნების 97%-ის შედეგების საფუძველზე გამოაცხადა წინასწარი შედეგები, ესაც 8 საათზე დახურული უბნებიდან, რომ თითქმის 2 საათში უკვე წინასწარი შედეგები იყო, შეიძლება ითქვას, რომ პროცედურულ ელექტრონული აპარატების ეფექტურ მუშაობაზე მიანიშნებს. ეს არის ძირითადი, შემდეგ უკვე არის პუნქტი, რომელიც ეხება არჩევნების შემდეგ დღეს და პრინციპში შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, იქ საუბარია აქციებზე, საუბარია დაკავებებზე, პოლიციის ქმედებებზე და ასე შემდეგ, თუმცა ეს ძალიან ახლო წარსული არის და თქვენ თვითონაც კარგად გახსოვთ და ეს ნაწილი დეტალურად აღარ ჩავშალე, მე თავშიც ვახსენე, რომ ეს არის მხოლოდ შინაარსობრივი ნაწილი, რაც ეხება უშუალოდ გამოვლენილ ხარვეზებს და შეფასებითი ნაწილი არის და გარდა ამისა ეუთოოდირის დასკვნა მოიცავს სარეკომენდაციო ნაწილსაც, ყველა ამ პუნქტთან მიმართებაში უკვე შემუშავებული არის რეკომენდაციები, რომლებიც გაწერილია ასევე, თუმცა ამ შემთხვევაში ამაზე არ შევაჩერე მე თქვენი ყურადღება. ვფიქრობ, რომ კი ხანგრძლივი იყო ამ მონაცემების დამუშავებაც და ეს ვიდეოც შესაძლოა არ იყოს ესეთი დინამიური და თქვათ ეფექტური სანახავად, მაგრამ არ იყო მოცემული ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ესეთი ვრცელი ინფორმაცია და სრულყოფილი ინფორმაცია და მე იმედი მაქვს, რომ დაგეხმარებათ დასკვნების გამოტანაში. ფაქტი ერთია, რომ თითქმის ყველა პუნქტში არ არის ისეთი პუნქტი, ამ 15-დან რაც მე ჩამოგითვალეთ, სადაც არ იყოს კრიტიკული შეფასება და გარდა კრიტიკული შეფასებებისა არ იყოს კონკრეტული დასაბუთება თუ რა განაპირობებდა ამა თუ იმ პრობლემას და არც მე არ მინდა რომ შეფასებებში შევიდე, დასკვნები თავად გამოიტანეთ, არის თუ არა ეს ანგარიში პოზიტიური, თუ არის ცალსახად ნეგატიური, ამ ეტაპზე ამით დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კარგი იქნება თუ გავვრცელებთ ამ ვიდეოს, გაუგზავნით თქვენს ახლობლებს, რომლებსაც შესაძლოა აინტერესებდეთ ეს საკითხი და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სწორად გავიაზროთ რა წერია ამ დასკვნებში. გამოგვიწერეთ, მადლობას ასევე გეტყვით მათ, ვინც უკვე ჩვენი ინტენსიური მაყურებლები ბრძანდებით და კომენტარებსაც გვიწერთ ხოლმე და შეფასებები პრინციპში შემოგთავაზეთ, რჩებათ ეგ სივრცე, დაწერეთ კომენტარებში, როგორია თქვენი პირადი შეფასება ამ ანგარიშიდან გამომდინარე, არის ის პოზიტიური თუ ნეგატიური, მადლობა რომ გვიყურეთ ნახვამდის.